ილეონის სტუდენტური მოძრაობა დაუმორჩილებლობას უცხადებს რეჟიმს და მის დრაკონულ კანონებს. სტუდენტები, რომლებსაც ერთი თვე პროტესტის ნიშნად დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის ფოიე, კვლავ ითხოვენ რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს. მათ პროტესტის ნიშნად ეგრეთ წოდებული ბალაკლავები ეკეთათ, ადგილზე გაუშვეს ფოიერვერკებიც. არალეგიტიმური ხელისუფლების არც ერთ კანონს არ დაემორჩილება არც ერთი ადეკვატური ადამიანი ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ ეს კანონები რეალურად არის რეჟიმის კიდევ უფრო მეტად გასამყარებლად და ფეხის მოსაკიდებლად ჩვენს ქვეყანაში შემოღებული და ჩვენ თუ მართლა გვინდა რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, უნდა ვიყოთ მყარად, უნდა ვიდგეთ მტკიცედ და სათანადო წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ რეჟიმს და ვაჩვენოთ რომ ჩვენ მათი არ გვეშინია. თავარი მოთხოვნები რჩება იგივე, გათავისუფლდეს რეჟიმის ყველა ტყვე და დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლებიც ჩატარდება დამოუკიდებლად და არა ცესკოს მიერ, რომელიც ეკუთვნის ქართულ ოცნებას. პირველში გამოხატავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არის დიქტატურაში და ჩვენ გვჭირდება ამის მიმართ ძალიან ძლიერი და მედგარი ბრძოლა. შესაბამისად, ეს წიგნი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მანკიერებებს, რაც ტირანულ და დიქტატურულ მეთოდებს და ზოგადად ხელისუფლებებს გააჩნიათ. იცით, ეს წიგნი დღეს იმიტომ მიჭირავს, რომ სოლიდარობა გამოუცხადო მზია ამაღლობელს, რომელმაც დაიწყო ის მიმართავს შიმშილო 30 დღე არის დღეს. მან თქვა, რომ უნდა ვიბრძოლოთ, სანამ დრო არის ნებისმიერი ტირანული რეჟიმის წინააღმდეგ.